მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მინდა და ვიდეო შეწერე, მაგრამ არ გამოგდის ეს ვიდეო შეწერა დღეს აქ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხალხი და ხმაურია და ხელს მიშლის. ოფისში ჯერ კონდიციონერი არ აქვს გასწორებული, აკეთებენ იმას, იმედია გააკეთებენ და უკვე როგორც თქვით, სექტემბრიდან განვაახლეთ ჩვენ ოფისიდან ვიდეო შეწერებს და იქ უფრო ხელი შეგვეწყობა. იმედია მალე მორჩება კონდიციონერის გააკეთება. ამიტომ რადგანაც ვიდეოს ვერ წერ, მინდა ესეთი რამე გითხრა. დღეს ჩემი დაბადების დღეა, ასე რომ ყველას მადლობას გიხდით, ვინც მომილოცეთ წინასწარ, ვინც ასევე მომილოცავთ დღის ბოლომდე, ყველას ერთიანად დიდ მადლობას გიხდით, ჩემო კარგებო, გაიხარეთ. და რაზე ვფიქრობდი ამ დღეებში? ამ დღეებში მე ერთი რამე საინტერესო რამე მინდა გითხრათ. ეს არის იოანეს სახარებაში წერია ესეთი სიტყვები. ნახეთ. იოანეს სახარების ბოლო თავია, ეს არის ბოლო მუხლები. 25 მუხლშიც წერია, ასე მთავდება. მე ყოველთვის როცა სახარებას ამ ბიბლიას ვკითხულობ, ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ მის დასაწყისს და მის ბოლოს, როგორ მთავდება. ან როგორ იწყება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვევა მაქვს, რაღაც ბავშვობიდან ეს ჩვევა დამზადდა. და ნახეთ რა კარგი რაღაცა არის. მე ეს ადრე ვიცოდი, მაგრამ ეხლა უფრო ამ დაბადების დღესთან დაკავშირებით უფრო განმეახლა ეს გრძნობა და მინდა გაგიზიაროთ ეს ყველაფერი. კიდევ ბევრი სხვა არის, რაც მოიმოქმედა იესომ. ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილი იყო, ფიქრობ თვით წუთისოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. და აქ წერია ამენ. ბევრი რამე გააკეთა იესო ქრისტემ, რაც არ დაიწერა. და მოიმოქმედა. რომც დაწერილი იყო, მსოფლიო ბიბლიოთეკა ვერ დაიტევდა. იესოს მოღვაწეობა სულ რაღაც 3 წელიწადნახევარი იყო, ზოგი ამბობს 3 წელი, ზოგი 3 წელიწადნახევარი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა ახლა ამ წუთას არ აქვს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ისეთი ადამიანმა, რომ ბიბლიოთეკა, მსოფლიო ბიბლიოთეკებამ ვერ დაიტოვოს. მე რაღაც სხვა რამე მგონია. და ეს სხვა რამე რა მგონია, ახლა გეტყვით თქვენ. იოანე იყო ებრაელი ადამიანი და ის წერდა რაბინური სტენოგრამის თვისებებით. ეს ბოლო მუხლი, ეს არის წინასწარმეტყველური მუხლი, ჩემო კარგებო. და რატოა წინასწარმეტყველური მუხლი მე გეტყვით? პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში წერს, რომ თქვენ ხართ წერილი, ჩვენი წერილი ქვეყნიერებისათვის, ანუ ჩვენი წერილი, ანუ წიგნი ხართ ქვეყნიერებისათვის. დავითი ჰამელეხი თავის ფსალმუში წერია, რომ უფალო მე ვარ შენში დაწერილი წიგნი, შენთვისო დაწერილი წიგნი ვარო. ხოდა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ამის ცოდნა? რატო ამბობს იოანე ამას? აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ალუზია, რასაც იოანე გვეუბნება და წინასწარმეტყველური ხედვა, რაც იოანემ განჭურდა. თუ ჩვენ პავლე მოციქულებს სიტყვებს ვენდობით და დავითის სიტყვებს ვენდობით, ჩვენ ვართ წერილი, ჩვენ ვართ მოქმედება, ჩვენ ვართ საქმე, ის რაც იესო ქრისტემ მოიმოქმედა და მოიმოქმედებს მომავალში. რა თქმა უნდა, ყველა მისი მორწმუნე, რომელიც მოbrunდა სასაულებრივ გზებით და სასაულებრივ, ყველა ინდივიდუ ეს არის ცალკე იესოს სასაული და საქმე. და რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად მსოფლიო ბიბლიოთეკა ვერ დაიტევდა. ანუ ფაქტობრივად იოანე მოციქული ამბობს, რომ იესომ რაც მოასწრო, ეს დასაწყისია. ამის შემდეგ იწყება საქმეები, რაც საქმეებიც უნდა იყოს და რა საქმეებიც და სასაულებიც მოიმოქმედა. იოანე ამას ამბობს როგორც შესრულებულ მისიას, რადგანაც იოანე მიცოდა, რომ ის ღმერთის სიტყვა და ღმერთის სიტყვა ბოლომდე სრულდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც იოანეს სახარება გადმოგცემს ჩვენ. საოცარია იოანეს სახარება. და კიდევ მეორე რაც მე ამ დღეებში ფიქრობდი, მინდა ესეც გაგიზიაროთ, ამასთან დაკავშირებითაა, რომ თუ ჩვენ ვართ წერილები ამ ქვეყნისათვის და ყველა ის დაწერილი საქმე, რომელიც არ დაიწერა სახარების წიგნში, არამედ ჩვენ ვართ ცოცხალი წერილები ქვეყნიერებისათვის, თუ რა მოიმოქმედა იესომ ჩვენ ცხოვრებაში, კიდევ არის ესეთი ალუზია, რომელიც მე ძალიან მომწონს. გახსოვთ, აბრაამს ღმერთი ეუბნება.
ისრაელის მიწას როცა მიცემს და შემოიარეო, აი აქედან აღმოსავლეთიდან დასავლეთიდან ჩრდილოეთიდან სამხრეთიდან შემოიარეო ისრაელის მიწა. რატო ეუბნება ღმერთი შემოიარე ა ブラ ამს? ღმერთმა ა ブラ ამს აღუთქვა ეგ მიწა და აღმოსავლურ სამხედველობაში, როდესაც შენ მიწას შემოვლობ, შენ შემოვლი შენ საკუთრებას, ის რაც შენ მოგცა. და ღმერთმა ისაზღვრები მისცა ა ブラ ამს და იმ საზღვრებზე გავლა უთხრა, რაც ღმერთმა მისცა ა ブラ ამს. და ა ブラ ამმა თავის საკუთრებად დაიტოვა. ეხლა რას აკეთებს იესო ქრისტე? იესო ქრისტე ამბობს, რომ წადი და იქადაგეთ ეს სახარება დედამიწის ყველა კუთხეს და ეკადაგება სახარება დედამიწის ყველა კიდეს, ყველა კუთხეს, ოთხივე მხარეს. და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ იესო ქრისტე არის ეკლესიის თავი, სხეული, ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეული და თავი არის ესე. ფაქტიურად ეკლესიის გავრცელება სახარებისა ეს არის ის, რაც ღმერთს ეკუთვნის და იესო ქრისტე თავის სამფლობელოში სახარების მეშვეობით იპყრობს თავის ტერიტორიებს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ სახარება ვიქადაგოთ, სახარება გავავრცელოთ. გამოცხადების წიგნში მე-13 თავში, მე-14 თავში არის სამი ანგელოზი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის სამუდამო სახარება, ვეჩნე ევანგელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა, რომ სახარებას იწყება არა ახალი აღთქმიდან. სახარების უწყება იწყება დედამიწის სამყაროს შექმნიდან. ანუ იესო ქრისტეს, როდესაც ჩვენ ვაქადაგებთ იესო ქრისტეს სახარებას ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ნახადაგები, ჩვენ ლეგიტიმურ უფლებას ვაცხადებთ, რომ ეს მიწა, ეს ტერიტორია, ეს ხალხი ეკუთვნის იესო ქრისტეს. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ეს ორი რამე უნდა დღეს თქვენთვის მეთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მაპატი თუ კარგად ვერ გადმოგეცით, რადგანაც აქ ხმებია ძალიან ხელს მიშლის ამ ყველაფერში, ამიტომ დღეს შევეცადე მოკლედ გითხრათ. ჩემი დაბადების დღეზე რა სურვილი მაქვს? სურვილი მაქვს ის, რომ ჩვენ ყოფილიყავით ყველა იესო ქრისტეს საქმე და სასწაული ჩვენ ცხოვრებაში სხვებისათვის ყოფილიყავით. ჩვენი ცხოვრება ყოფილიყოს მაგალითად დაინახოს ჩვენი ცხოვრებით მათ იესო ქრისტე. და გადავცეთ ის ტერიტორია, რაც იესო ქრისტეს ეკუთვნის მას. როგორც ა ブラ ამმა გააკეთა. გაიარა თავი ისრაელის მიწა, ასევე ჩვენც უნდა გავიაროთ ჩვენი სახარების საკადაგებელი გზა და მაუწყებელი გზა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვიყოთ წერილი, ღია წერილი, ცოცხალი წერილი, რომელიც ქრისტეს სიტყვებს ამოწმებს და მეორე ვიყოთ ის ხალხი, ვინც ქრისტეს გადასცემს თავის სამფლობელოს. ეს გადატანილი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერს ვერ გადავცეთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ ილუზია, ალუზია, რომ ჩვენ გავიგოთ ჩვენი დანიშნულება რა არის შემოკარგება. მაშასე, გამოგვიწერეთ, ვიყურეთ, მოიწონეთ, გააზრეთ ეს ვიდეო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მომილოცეს, დაბადების დღე, ვინც კიდევ მომილოცებს. ასევე ვისაც გინდა არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ამ არხზე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები იდება და ბევრი საინტერესო რამეები იქნება, მეწმუნეთ შემოკარგებო. ასევე ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დგომა, ჩვენს ყველა ვიდეოს ქვემოთ არის საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ დარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა. მაშასე, მადლობა, რომ ვიყურებთ, გაგრძელება იქნება.